გამარჯობა ჩემო კარგებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. დღეს თქვენთვის მაქვს რაღაც ძალიან მარტივი, მაგრამ საოცრად გემრიელი. ყველის ჩხირები. ერთხელ ვენდისში ვსინჯე და მეთქი უნდა გავაკეთო სახლშიც. და სიმართლე გითხრათ, ჩემი ვარიანტი უფრო მომეწონა. თანაც ეს სახლში გაკეთებულია. საჭირო ინგრედიენტები. სულგუნი, იმიტომ რომ მდნება, მაგრამ ფორმას ინარჩუნებს. პანირების ორცხობილა, ანუ საფანელი. კვერცხი 2-3 ცალი, გააჩნია რა ზომის არის. მარილი, პილპილი. თქვენი საყვარელი სუნელები. მე ორეგანოს ვიყენებ, ხმელნიორს და ცოტა იტალიურ სუნელებს ვიყენებ თუ მაქვს. და აუცილებლად პარმეზანი. მომზადება ძალიან ადვილი. ჯერ კვერცხები კარგად ავურიოთ ჩანგლით, არ გჭირდებათ გათქვეფა, უბრალოდ გაერთიანეთ გულით და ცილა. სულგუნს ვჭრით სქელ ჩხირებად, ეცადეთ იყოს თანაბარი ზომის, უფრო ლამაზი გამოვა და თანაბრად შეიწვება. ცალკე ავურიოთ პანირების ორცხობილა, მარილი, პილპილი, სუნელები და წვრილად გახეხილი პარმეზანი. დაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და დაამატეთ საკმარისი რაოდენობის ზეთი. ანუ უნდა შევწვეთ ზეთში ფრიტურივით. ზეთი უნდა გაცხელდეს კარგად. ყველის თითოეული ჩხირი ვავლებთ ჯერ კვერცხში, მერე ორცხობილაში და ისევ კვერცხში და ორცხობილაში. ანუ ორმაგი პანირება გამოდის. ასე უკეთესი ქერქი გამოუვა და ყველიც არ გამოვა გარეთ. წვავთ ორივე მხრიდან, სანამ ოქროსფერ ქერქს არ მიიღებს. დიდხანს ნუ გააჩერებთ, მე ცოტა ზედმეტი მომივიდა, უფრო ღია ფერის უნდა გამოვიდეს. მზა ჩხირებს ჯერ ვდებთ ქაღალდის ხელსახვოთზე, ზედმეტი ზეთი რომ შეიწოვოს. შემდეგ ლამას თეფშზე გადავდებთ და ცხლად მივირთვათ. უგემრიელესია. მეგობრებო, თუ ყველი გიყვართ ისე როგორც მე, აუცილებლად სცადეთ. დამიწერეთ კომენტარებში თქვენი საყვარელი რეცეპტი რომელია. გამოიწერეთ არხი და ასე გავიგებ, რომ ჩემს რეცეპტებს გულით იხებთ. ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე ჩემო კარგებო.